რას ნიშნავს ჩემთან ენერგეტიკული სეანსი, ენერგეტიკული წმენდები და როგორ მუშაობ, რას მოიცავს. რა თქმა უნდა, ყველა ჩაკრაზე მუშაობთ ამ დროს და მთელს ენერგიის სხეულზე და მთელს ენერგოსისტემაზე არ აქვს მნიშვნელობა ერთი რომელიმე კონკრეტული ენერგოცენტრია დაზიანებული თუ არა. მაგალითად, შეიძლება ადამიანს უფულობის პრობლემა აქვს, ან ფინანსური პრობლემა აქვს, ან პარტნიორული ურთიერთობის პრობლემა აქვს, ან შეიძლება ჯანმრთელობის რაღაც კონკრეტული ორგანო აწუხებს, ან კონკრეტული დაავადება აქვს, მაგრამ მთლიანობაში უნდა მოხდეს მაინც ენერგეტიკის გაწმენდა. მე ესეთი სისტემა მაქვს და ესე ვმუშაობ. აქ ეს გამოყოფა, რომ ეხლა მოდი მარტო იქ გულის ცენტრზე ვიმუშავებ, ან მარტო თავის არეზე ვიმუშავებ და დანარჩენი სულ ერთი არა იქნება. ეს ესე არ არის. ეს ჩემთან ყოველ შემთხვევაში მე უფრო მიყვარს მთლიანობაში სიღრმისეული გაწმენდა, იმიტომ რომ ის თითოეული დაზიანებული არხი დაკავშირებულია ასევე სხვა არხთან და ასევე როგორც დამპალი ვაშლის სიტუაცია, რომ გვერდზე რო სხვა კარგი საღი ვაშლიდოს, იმასაც რომ აზიანებს, ესია ეს ჩვენი სხეულს, რომ რაღაცა ცენტრო დაზიანებულია, ის გავლენას ახდენს მიმდებარე ცენტრებზე და მასაც ურტყავს გარკვეულწილად და მასაც აისახება, ამიტომ ესე სწორი მიდგომა არ არის, რომ ეხლა მარტო ერთ კონკრეტულ არხზე ვიმუშავებ და მორჩა. მოდიან ხოლმე კიდე ესეთი სიტუაცია, ფინანსების არხი გამიხსენი. მე ვუხსნი რომ მე მარტო ფინანსებზე არ მუშაობ, აქ მთლიანად მაინც ყველა შემთხვევაში მაინც მუშაობ მთლიანობაში მთელს სხეულზე და მთელს ენერგიაზე. შეიძლება იქ ცოტა მეტად აქტიურად მივაქციო ყურადღება იმ კონკრეტულ სიტუაციას, მაგრამ მთლიანობაში თუ არ დალაგდა დამშვიდ და აურა და მოწესრიგდა თუ არ გავიდა ეს ნეგატივი, ეს უარყოფითი ენერგიები, არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ყველას ჯადო კონდეს და ყველას თვალი კონდეს. ისედაც ცხოვრების განმავლობაში ბუნებრივადაც ვაგროვებთ ნეგატიურ გამოცდილებას, რომ გავდივართ მძიმე ცხოვრებას, რომ გავდივართ, გვიგროვდება. მე აქ არის როგორც გითხარით, პირადი კარმა აქვს, საგვარეულო საკითხები ჩემოდის და სადღაც ის საკითხებიც არის, რომ ბუნებრივად გვიზიანებს გარკვეულ ენერგეტიკულ ცენტრებს და ამიტომ უმჯობესია ხოლმე მე ყოველ შემთხვევაში ესე ვმუშაობ, რომ მთლიანობაში მთელი ცენტრის გაწმენდა, მთელი სხეულის გაწმენდა მოხდეს და არა მარტო ფიზიკური სხეულის, არამედ ჩვენ ახლა ადამიანებს სხვადასხვა აუხილავი სხეულებიც გაგვაჩნია. ახლა ჩამოთვლას არ დავიწყებ, შეიძლება არც გაინტერესებთ და მოსაწყენიც იყოს თქვენთვის, მაგრამ იმ სხეულების გაწმენდაც ხდება. ასტრალური სხეული იქნება ეს, მენტალური, ემოციური, მაგალითად კაზუალური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მიმართულებები ბევრია. ამიტომ წმენდა ხდება საფუძვლიანად ხოლმე. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვმუშაობ და რაც შეეხება ხშირად მეკითხებიან, რა ღირს წმენდა, ინდივიდუალურია. გააჩნია რა დაზიანება გაქვთ. ანუ რამდენად დაზიანებული ადამიანი და რა სახის დახმარება სჭირდება, არის 9 დღიანი, 12 დღიანი, 21 დღიანი, 40 დღე და მეტი. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ისევ და ისევ. თუ გაინტერესებთ წმენდთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოწეროთ პირად შეტყობინებაში.